სოდომისა და გომორას ირგვლივ ასეთი აჟიოტაჟი რატომ ატყდა? ეს ხომ ზნეობრივი მითია და სხვა არაფერი. ასეთი ქალაქები არ არსებობდა. დოქტორი უილიამ ში. ქალაქები სოდომი და გომორა რეალურად არსებობდა. ქალაქებლაში აღმოჩენილი ჰაბანური ფირფიტების წარწერებში ორივე ქალაქი მოიხსენიება. სოდომი და გომორა ცეცხლსა და გოგირდის წვიმას არ გაუნადგურებია. ეს გამოგონილია ისევე როგორც ჯოჯოხეთური ცეცხლი ურჩებისთვის. სოდომი და გომორა საშინელმა აფეთქებამ გაანადგურა, რაც ბიბლიაში აღწერილ მოვლენებს მართლაც შეესაბამება. არგუმენტები და კონტრარგუმენტები. მტკიცებულება და უარყოფა. დავა უსასრულოდ გრძელდება. რამ გამოიწვია ამ დიდებული წიგნის ირგვლივ ასეთი დაუსრულებელი კამათი? მართლა ბიბლიაში აღწერილმა კატაკლიზმებმა გაანადგურა სოდომი და გომორა. თუ ეს უძველესი ქურუმების მიერ მოგონილი რელიგიური ზღაპარია. გავიხსენოთ თავად ბიბლია რას გვიამბობს ამის შესახებ. აბრაამი და მისი ძმის სული ლოთი ამ ამბის მთავარი პერსონაჟები არიან. ბიბლიის თანახმად აბრაამი და ლოთი ქალაქ ხარანიდან ქანაანში მივიდნენ. შემდეგ ისე გამდიდრდნენ, რომ საქონელი გაიყვეს და თავთავიანთი გზით წავიდნენ. აბრაამმა კეთილი კაცის სახელი დაიმკვიდრა და უფლის წყალობაც მიიღო. მან არ იცოდა, რომ მის წინაშე უფალი და მისი ანგელოზები იდგნენ. ბატონო, გვერდსნუა ული შენი მორჩილის გარავს. წყალს მოვატანინებ და ფეხს დაგბანენ. მერე კი მოისვენეთ ამხის ჩრდილში და დანაყრდით. საჭმელი მოგვართვით. ხბოდა კალით და ნაღვერდალზე შეწვით. არაჟანი ერბო და ეგვიპტური თაფლი მოგვართვი. სამი დიდი ხმიადი დააცხვე. სტუმრებმა გრძელი გზა გამოიარეს და ნამდვილად ეშიებათ. უფალმა იცოდა, რომ აბრაამს ძლიერ უყვარდა თავისი ძმის სული ლოთი, ამიტომ მნიშვნელოვანი ნარმა მცნო. იუდეველთა ადათის თანახმად სტუმრები წასვლის წინ აბრაამის ხალხს ლოცავდნენ. ასეთ ხვაჩი ჩვენ სტუმრებს საით გაუწევიათ? გამოვკითხო? უცხო ხალხი გამოვკითხო? გრცხვენოდეს არა. დაუჩვენა სახეთვისი უფალმა აბრაამს და მოსვლის მიზეზიც გაუმხილა. ველზე გაშლილი ქალაქები დედამიწას წყლულად ამჩნევია. მათი მკვიდრები ბოროტნი და ცოდვილნი არიან, ამიტომ უნდა აღიგავოს ორივე პირისაგან მიწისა. ყოვლისშემძლე უფალა, ჩემი ძმის სული ოჯახთან ერთად სოდომში სახლობს. ნუ თუ მართალ კაცს ბოროტეულთან ერთად დაღუპა. უფალმა ამცნო ყოველივე აბრაამს, რადგან მისი ძმის სულის შეწყალება სურდა. იმ ქალაქთა სხვა მკვიდრები კი განწირულები იყვნენ. ბიბლიის თანახმად ეს მხარე წყალუხობითა და ნოყიერი მიწებით გამოირჩეოდა. სინამდვილეში ეს მშრალი და უნაყოფო მიწა იყო. ამდენად სათუოა, რომ მას მრავალრიცხოვანი საქონლის გამოყვება შეძლებოდა. გადავწყვიტეთ ბიბლიის წინააღმდეგ გამოთქმული ეს არგუმენტი განგვიხილა. დახმარებისთვის მივმართეთ სახელგანთქმულ მეტეოროლოგს, რომელიც უძველესი დროის კლიმატს შეისწავლის. მართებული არ იქნება თუ ვივარაუდებთ, რომ დღეს პალესტინაში ისეთივე კლიმატია, როგორც ჩორეულ წარსულში იყო. ჩვენთვის ცნობილია, რომ ადრე პალესტინა ტყეებითა და კორდებით იყო დაფარული. შესაბამისად, ამ მხარეში მეცხოველეობის განვითარება შესაძლებელი გახდათ. ასე რომ აბრაამს ქანაანის მიწაზე გამდიდრებაც შეეძლო. ჩვენს ამბავს დავუბრუნდეთ. უფლის ანგელოზები სოდომსა და გომორას საღამო ხანს მიუახლოვდნენ.
ლოტს თავისი საქმიანობა დაესრულებინა. იმ დროს ქალაქში წარმართული დღესასწაული იმართებოდა. აქეთ მოგბრძანდით ბატონებო. ქალაქში ღამის გასათებით უგაქვთ. ამ ქალაქში უცხოები ვართ ბატონო. ღამეს ქუჩაში გავათევთ. უგუნური საქციელი იქნება. დღეს დიდი დღესასწაული იწყება. სოდომში კი უცხოებს არ წყალობენ. გმადლობ რომ გაგვაფრთხილე. ჩემი სახლი მკვიდრად ნაშენი და საიმედოდ დაცულია. ცოლი და ქალიშვილები ვახშამს მოგვიმზადებენ. წამოგბრძანდით და ღამე ჩემს ჯერქვეშ გაათიეთ. ღვთისმოსავი ყოფილხარ. გესტუმრებით. წამოგბრძანდით. ღვთის შეწევნით სტუმრები ჩვენთან ერთად ივახშმებენ. არავინ არ უნდა გაიგოს რომ აქ არიან. მარილი აღარ მქონდა. რადგან სტუმრები გვეძებდნენ, ის მითას გამოვართვი. ის არავის არ ეტყვის. ხალხმა მომისმინეთ. ლოტის სახლში უცხოები ატევენ ღამეს. მომყევით. ესე გვიან ვინ უნდა იყოს? აკლემის ნაშიერო, უცხო მხრიდან მოთრეულო, კეთილი ინებე და ჩვენს წესებს პატივიეცი. ეგ უცხო ხალხი გამოიყვანე. თუ გგონია აბრაამის მისული და მდიდარი რომ ხარ ჩვენი აბუჩა დაგდება შეგიძლია. ეგ უცხო ხალხი გამოიყვანე. უნდა შევიცნოთ, თორემ შენს სახლს ნაცარტუდად ვაქცევთ და ყველას დაგხოცავთ. ეს როგორ? თქვენ ვინ ხართ? უფლის ანგელოზები ვართ, კეთილო კაცო. ამ დაწყევლილი ადგილის გასანადგურებლად მოვედით. თაუფალმა შენი გაფრთხილება გთხოვა. კიდევ ვინ აკყავს ამ ქალაქში? მომავალი სიძეები. ყველა ვინც კი შენიანია, სისამოსლამდე ქალაქიდან უნდა გაიყვანო. იშქარე რადგან უფალმა ქალაქის გასანადგურებლად მოგვავლინა. საუკუნეების მანძილზე ბიბლიის ბუკვალურად განმარტების მოწინააღმდეგენი ამ სიუჟეტს წმინდა წყლის ალეგორიად მიიჩნევდნენ. მთავარ არგუმენტად კი შემდეგ მოსაზრებას იშველიებდნენ. არ მოიპოვება მტკიცებულება, რომ განადგურებული ხუთი ქალაქი რეალურად არსებობდა. დიახ, უკანასკნელ დრომდე ამის დამტკიცება შეუძლებელი იყო. ებლაში აღმოჩენილი გეოგრაფიული ატლასი ჩვენს ერამდე მე-3000 წლეულის შუახანებით თარიღდება. მასში 290 უძველესი დასახლებაა ჩამოთვლილი. ზოგიერთი მათგანი დაბადების მე-14 თავში მოიხსენიება. 211 ნომრით სოდომია აღნიშნული. ქალაქი, რომელიც ბიბლიურ სოდომს შეესაბამება. არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი იმისა, რომ სოდომი და გომორა მკვდარი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე მდებარეობდა. იქ, სადაც ახლა ქალაქი ცოღარია. სწორედ იქით გაეშურა ლოთი ოჯახთან ერთად სოდომისა და გომორას დანგრევის შემდეგ.
თუ ერთ-ერთ ბიზანტიურ ტაძარში აღმოჩენილ მოზაიკურ რუკას დაუჯერებთ, ცოღარი მკვდარი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე მდებარე დღევანდელი იორდანიაა. განთიაძე როცა სოდომში წარმართული დღესასწაულის ყიჟინა ჯერ კიდევ ისმოდა, ლოთი შურის მაძიებელი ანგელოზების ბრძანებას დაემორჩილა და ქალაქიდან გაიქცა. შენი მომავალი სიძეები სადღა არიან? მათ არ დამიჯერეს, აბუჩა დამიგდეს და არ წამომყვნენ. მაშინ ისინიც განწირულები ყოფილან. ესე იგი ეს სიმართლეა? უფალმა ამ ადგილის გასანადგურებლად მოგავლინათ? სოდომისა და ველზე გაშენებული ყველა ქალაქის. ცოღარიც უნდა გაანადგუროთ? მაშსად წავიდეთ. შეგისრულებს სათხოვარს, არ დავამხობ ქალაქს, რომელიც ახსენე. იჩქარე, უკან არ მოიხედოთ, თორემ ყველა დაიღუპებით. ქმარო, სად მივდივართ? რა განიზრახე? სახლი რად დავუტევეთ და საით მივეშურებით? უფლის ანგელოზები გამოგვეცხადნენ. დღეს ამ ქალაქს გაანადგურებენ. შენ ვინ გაუძღა? თავად მათ მამცნეს. უფალმა ჩვენ დაგვინდო. ნუ თუ ამ სისხამდილით სახლიდან მათინა ამბობის გამო გამოგყარე. ასე რატომ მოგვექეცი? გაჩუმდი უგუნურო. გაჩუმდი უფალი არ განარისხო. ნუ გეშინიათ შვილებო, ნუ გეშინიათ. აქედან გავაღწევთ. მე მომყევით, არ ჩამომრჩეთ. იჩქარეთ სწრაფად. უკვე იწყება. რა იწყება? რას როშავ? ყველაფერი საკუთარი თვალით უნდა ვნახო. არა. ეს დღე დაიმახსოვრეთ. ცოდვილებს თავს ღვთის რისხვა დაატყდათ. ეს დღე ყველას ემახსოვრება. უგუნითი უგუნისამდე. დაბადების მე-19 თავში აღწერილი სოდომისა და გომორას განადგურების თაობაზე კამათი არ წყდება. გაჩნდა კითხვა, სიმართლეა თუ არა ეს? ამის დასადგენად რამდენიმე სპეციალისტს მივმართეთ. წითელი ზღვის დაბლობი დღეს დაახლოებით ისევე გამოიყურება, როგორც 1000 წლის წინათ. პრეისტორიული ხანის მსგავსად აქ დღესაც გოგირდის აირებისა და კუპრის სუნი ტრიალებს.
რომელიც მკვდარი ზღვის ფსკერიდან ზედაპირს აღწევს. ოდესღაც დატრიალებული კატასტროფის დასტურად ეს ფაქტიც საკმარისია. ბიბლიაში ნათქვამია, რომ სოდომი, გომორა და მათ ირგვლივ ყოველივე ცოცხალი ცეცხლისა და გოგირდის წვიმამ გაანადგურა. ლაპარაკია ვულკანის ამოფრქვევაზე, ამ პროცესს თან ახლავს მდუღარე ლავის გადმოდინება. ქვათა წვენა, აირების ამოფრქვევა და ფერფლის წვიმა. ერთი სიტყვით სოდომი და გომორა ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაინგრა. ბიბლიის თანახმად ცეცხლმა და გოგირდმა ქალაქები, მათი მოსახლეობა და ირგვლივ ყოველივე ცოცხალი გაანადგურა. მრავალნი ამ ცნობის მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილნი. ნუ თუ ეს ქალაქები მართლა ისე განადგურდა, როგორც ბიბლიაში აღწერილი. არქეოლოგებმა მკვდარი ზღვის რაიონებში მდებარე 5 მოედნიდან 3 უკვე გამოიკვლიეს. ეს ქალაქები ერთ საათში დაინგრა. მიწის ზედაპირზე აღმოჩენილი ფერფლი მიუთითებს, რომ ისინი ცეცხლმა გაანადგურა. საყურადღებოა, რომ ამ მოედნების გასწვრივ მკვდარი ზღვის სანაპიროზე აღმოჩენილია 5 წყალსადენი, რომლებსაც წყალი ჩრდილოეთიდან, იორდანეს ზემო წელიდან მიეწოდებოდა. ბაბედრის რაიონში არქეოლოგებმა რამდენიმე უზარმაზარ სამარხსაც მიაკვლიეს. ამ სამარხებში 50,000-ზე მეტი ადამიანი იყო დაკრძალული, რაც ცხადყოფს, რომ იმხანად რეგიონი საკმაოდ მჭიდროდ იყო დასახლებული. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი. ბიბლიის თანახმად ლოთის ცოლი მარილის სვეტად გადაიქცა. ერთი შეხედვით ეს დაუჯერებელია. თუმცა მკვდარი ზღვის მახლობლად უცნაური მთა მართლაც საომართულა. მარილის წარმონაქმნი ბედუინთა ტომებს საუკუნეთა მანძილზე ლოთის გაქვავებულ მეუღლედ მიაჩნდათ. ამ საიდუმლოს ახსნა მომავლისთვის გადავდოთ. ახლა დაბეჭდებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სოდომი და გომორა არათუ რეალურად არსებობდა, არამედ სწორედ ისე განადგურდა, როგორც ბიბლიაში აღწერილი.